გამარჯობა. მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯი აგრძელებს გადაცემათა ციკლს პროფესიული კოლეჯების შესახებ. ამჯერად გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრს ვეწვიეთ. ახლა შემოგთავაზებთ პატარა საინფორმაციო სიუჟეტს ამ მრავალპროფილური კოლეჯის შესახებ, შემდეგ კი გავესაუბრებით სტუდენტებს. მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება და დასაქმების რეალური შანსის სწავლის დასრულების შემდეგ. ეს იმ პლუსების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც სტუდენტებს გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი სთავაზობს. კოლეჯი 2012 წელს დაფუძნდა. პროფესიული სასწავლებელი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს 6 მიმართულების 15 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის 3-ს ინტეგრირებული მიდგომით. სტუდენტები, რომლებიც სკოლის დამთავრებამდე პროფესიის შესწავლას გადაწყვეტენ, კოლეჯში სასკოლო საგნებსაც ისწავლიან და პროფესიულ პროგრამასაც. დარგების ჩამონათვალი ასეთია: ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ბიზნესი და ადმინისტრირება, წარმოება და გადამუშავება, ხელოვნება, არქიტექტურა და მშენებლობა, ინჟინერია და საინჟინრო საქმე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სასერტიფიკატო ტრენინგ კურსები და ადამიანური რესურსი მთლიანად მორგებულია თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებზე. კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კი სრულიად პასუხობს თანამედროვე ინდუსტრიის მოთხოვნებს. სწავლებაში აქტიურად გამოიყენება ინტეგრირებული მიდგომა, რაც ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების აღიარებას და დუალური მიდგომა, რაც გულისხმობს პროფესიული სტუდენტების უშუალო ჩართვას პარტნიორ ორგანიზაციებში პრაქტიკულ სწავლებაში. კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობა კი ეხმარება სტუდენტებს, რომ სწავლის პარალელურად რეალურ სამუშაო გარემოს მოერგონ და მომავალში დასაქმდნენ. გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო სექტორთან და უცხოურ კომპანიებთან. ეს კავშირები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების პოლიტიკის ისე წარმართვას, რომ თითოეული კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანი იყოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მე ნინი ქავთარაძე ვარ, მედიის და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტი. ვფიქრობ, სიუჟეტმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის შესახებ. უფრო მეც კი პროგრამების, შესაძლებლობების და ზოგადად კოლეჯში არსებული გარემოს შესახებ სტუდენტები გვეტყვიან. ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულების სტუდენტი ყავს დღეს სტუმრად. ნინო გელანტია სამკერვალო წარმოების პროგრამის სტუდენტია. ომარ გაგნიაშვილი კი მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილების შეკეთებას სწავლობს. გამარჯობა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ. ნინო, სამკერვალო წარმოება ზოგადად ეს სახელწოდება ძალიან ბევრ რამეს მოიცავს საკუთარ თავში. თუმცა მე მწირი გამოცდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით და შენ რომ მოგვიყვა კონკრეტულად რა სწავლობ ამ პროგრამის ფარგლებში? პროგრამა არის საკმაოდ მრავალფეროვანი, მოიცავს ბევრ რაიმეს, მათ შორის მამაკაცის სამოსის შექმნა, ქალის სამოსის შექმნა, ბავშვის სამოსის შექმნა, ქარგვა, სამოსის კონსტრუირება და საბოლოო პროდუქტამდე გადის უამრავ ეტაპს. სხვათა შორის პროგრამა 2025 წლიდან განახლდა, ამ ეტაპზე ჰქვია მოდის ტექნოლოგია და დიზაინი და საკმაოდ საინტერესო მიმართულება სტუდენტებისთვის, ვისაც მოსწონს მოდის სფერო. ომარ, რას გვეტყვი შენი პროგრამის შესახებ? ეს მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილების შეკეთება რა შედის ამ პროგრამაში? ამ პროგრამაში შედის მსუბუქი ავტომობილების სავალი ნაწილის შეკეთება, ანუ როგორც წამყვანი თვლები, დაკიდების სისტემა, გადაცემათა კოლოფი, ხიდები და ასე შემდეგ. ამ კოლეჯში სანამ მოვიდოდი, მეგონა რომ ყველაფერი ვიცოდი, რადგან მამას ვეხმარებოდი ხოლმე ბავშვობაში, ვაკეთებდით ერთად ავტომობილს. ისეთი რაღაც დეტალები ყოფილა, რომელიც არ მცოდნია და ეს კოლეჯი დამეხმარა, რომ შემესწავლა. როდესაც ფიქრობთ, სად უნდა შეგესწავლოს თქვენთვის სასურველი პროფესია, როგორ შეაჩერეთ არჩევანი გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრზე? ჩემ შემთხვევაში პროფესია მაქვს განსხვავებული, სოციოლოგია არის ძირითადი პროფესია, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრის ხარისხით. ასევე გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ჩინეთში, ჩინურ ენას და სიახლების ძიების პროცესში ვიყავი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე სამკერვალო წარმოების პროგრამა გლდანის პროფესიულ კოლეჯში. ვფიქრობ, რომ ამ პროგრამით ჩემს შინაგან ბავშვს ვახარებ, ბავშვობაში მსურდა დიზაინერი ყოფილიყავი, მახსოვს ბებიას ვუჭრიდი ხოლმე კაბებს. ერთხელ მამას დავუჭერი ტყავის ქურთუკი და თოჯინა შეუკერა, შემდეგ იმით სამოსი. შინაგანად განწყობა მქონდა ისეთი, რომ ოდესმე მაინც საკერავ მანქანასთან დავუჯდებოდი და ჩემი ხელით შევქმნიდი რაიმე დიზაინს. თუ აუნაზღაურე მე ეს არ არის და თუ შეუკერე რამე? არა, ჯერჯერობით არ ამინაზღაურებია, თუმცა პირველად როდესაც კოლეჯში ჩავაბარე, ბებიას დაურეკედავთ ხოლმე, რომ ის ქსოვილები აქვს შენახული, რომელიც საკმაოდ ლამაზია. დღეს ფაქტობრივად არ იყიდება ბაზარზე. თხოვე რომ ეს ქსოვილები მოეცა ჩემთვის და გამოვიყენებ აუცილებლად ამასაც. მე მგონი ელოდება კიდეც თავის კაბას. შეიძლება.
რადგან დაინტერესებული ვიყავი ავტომობილებით, დავიწყე კოლეჯის ძებნა. ამ ძებნაში დამეხმარა ჩემი მეგობარი, რომელმაც მირჩია ეს კოლეჯი, ძალიან კარგი არისო, დავრეგისტრირდი ჩვეულებრივ, დამირეკეს. ასე მოხდი ამ კოლეჯში და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით. კოლეჯის ერთ-ერთი პლუსი კიდევ ის არის, რომ მომცა საშუალება თან სკოლაში მევლო, თან შემესწავლა პროფესია. 17 წლის ვარ ჯერ და ერთ წელიწადში მექნება პროფესიული დიპლომი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ორივე ისეთი საქმე აირჩიეთ, რომ პრაქტიკის გარეშე გამორიცხულია, რომ გახდეთ პროფესიონალები. აი, თან მაგალითად სამკერვალო წარმოების პრაქტიკაში სასწავლო მასალებია საჭირო, ტექნიკა, გარემო შესაბამისი და აი რა მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენ კოლეჯში? კარგი დანადგარებია ამ კუთხით. სრულიად თანამედროვე 2025 წლის საკერავი მანქანის მოდელები გვაქვს, მათ შორის საქარგავი მანქანა, ოვერლოკის მანქანა. ხელს გვიწყობენ პედაგოგებიც, როგორც ტექნიკურად გავარკვეთ ამ დანადგარების მანქანა დანადგარების მუშაობაში, ასევე უკვე თავად პროცესში, როდესაც ვქმნით რაიმე სამოს. ჩვენ ყავს ავტომობილი, ავტომობილის ამწე, ხელსაწყოები, რომელიც უკეთ გვეხმარება ავითვისოთ ეს პროგრამა და გვეხმარება იმაში, რომ რაც თეორიაში ვისწავლეთ, ჩვენი ხელით გავაკეთოთ. ცოდნის გარდა რა მოგცათ კიდე კოლეჯმა და რა უნარები გაგივითარათ სწავლისას? გარდა თეორიული და პრაქტიკული ცოდნისა, რასაც ვაკვირდები, შემძინა კონცენტრაციის უნარით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია კერვის დროს შევიძინე ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები, პედაგოგები. ასევე გავავითარე მენეჯერული უნარებიც, დავუკავშირდი ერთ-ერთ ქარხანას ჩინეთში, რომელიც ქსოვილებს აწარმოებს და სამომავლოდ გეგმავ, რომ საქართველოს შემოვიტანო გარკვეული კატეგორიის ქსოვილები. გავხდი ყურადღებიანი, პასუხისგებლიანი, რადგან ჩემს ხელში არის სხვა ადამიანის სიცოცხლე. მე რო საوار ნაწილს შევაკეთებ, ის უნდა იყოს ხარისხიანად გაკეთებული, რადგან უსაფრთხოდ გადაადგილდეს გზავრი. გარდა ამისა, შევიძინე ახალი მეგობრები, მასწავლებლები, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის ყოველდღე კოლეჯში მისვლა. კოლეჯის დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას როგორ უყურებთ? სამკერვალო წარმოების ბოლო ეტაპი არის ფაბრიკაში, პრაქტიკების გავლა, რომელიც ამ დასკვნით ეტაპზე გვაქვს და შემდეგ არის იმის შესაძლებლობაც, რომ დარჩე იმავე ფაბრიკაში, ან თუნდაც სხვა ფაბრიკაში. კოლეჯის მეილიდან მოგვდის ხოლმე შეტყობინებები სხვადასხვა ვაკანსიის შესახებ. კოლეჯი ხელს გვიწყობს სტუდენტებს დასაქმებაში. რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მოსულები ერთ-ერთი ცენტრიდან, რომელსაც სჭირდებოდათ ავტოხელოსნები. დასაქმების იმედი მე ნამდვილად მაქვს, მაგრამ მინდა რომ ჩემი საკუთარი სახელოსნო მქონდეს. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, urჩევთ თუ არა გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში ჩაბარებას? ვურჩევდი, რადგან როგორც ჩვენ ვთქვით, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამები აქვთ, ასევე აღჭურვილია სრულიად კოლეჯი დანადგარებით და ხელს უწყობს მაქსიმალურად სტუდენტის როგორც პროფესიულ ზრდას, ასევე დასაქმებას. მე ამ კოლეჯს ძალიან დიდ რეკომენდაციას გავუწევდი, რადგან აქ არის გარემო ძალიან მშვიდი, მეგობრული და რაც მთავარი არის საქმიანი, რადგან ამ პროფესიაში საქმე ყველაზე მთავარი არის. ასევე კოლეჯი ხელს უწყობს მეწარმეებს, კოლეჯში ტარდება უამრავი ტრენინგი, სხვადასხვა მიმართულებით, ხელს უწყობენ მეწარმეებს და სტარტაპების განვითარებას. ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და წარმატებებს გისურვებთ ორივეს. თქვენს წარმატებებს. მადლობა რომ გვიყურეთ, მომავალ შეხვედრამდე.